ვისი უნდა იყოს გაშლა მომავალი 1 კვირის ტაროს პროგნოზი. ვისი უნდა იყოს ეს გაშლა გვაჩვენეთ. ახლა კი ვნახოთ მომავალი 1 კვირა რა ენერგიებში იქნებით. მომავალი 1 კვირის ენერგიები ვნახოთ. რას გვთავაზობს სამყარო ამ ადამიანისთვის მომავალ 1 კვირაში. სამყაროსგან სასიხარულო ამბავი მომავალი 1 კვირის მანძილზე რა იქნება? სამყაროსგან სასიხარულო ამბავი შენთვის მომავალი 1 კვირის მანძილზე საბუთობრივი დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები როგორ წარიმართება მომავალი 1 კვირის განმავლობაში. საბუთები და დოკუმენტები. სამსახურში როგორი იქნება თქვენი მოღვაწეობა მომავალი 1 კვირის განმავლობაში. რას გთავაზობთ სამსახური? ეს ალბათ გაინტერესებთ, რას ვაკეთებ. სურნელოვანი ჭხირებია დანთებული და ანთებული და დასტებს ვასუფთავებ ენერგეტიკულად ვამზადებ სურნელზე ხდება გაწმენდა ენერგეტიკული ფინანსური კვირა როგორი იქნება მომდევნო 1 კვირის განმავლობაში. ფინანსური არხი, შემოსავლები, ფინანსები, ზოგადად ფინანსური თემები როგორი იქნება მომავალი 1 კვირის განმავლობაში შენ. და პირადი სასიყვარულო ურთიერთობები მომავალი 1 კვირის განმავლობაში როგორი იქნება შენ ცხოვრებაში. სასიყვარულო ურთიერთობა მომავალი 1 კვირის განმავლობაში. თითქოს რაღაცა თქვენი სისავსევე, თქვენ საყვარელ მამაკაცთან დაკავშირებით, აი ძალიან დიდ ემოციებში ხართ, რადგან რაღაცა შინაგან გრევას განიცდით, მოდი ასე ვთქვათ. თითქოს შინაგანი გრევის ენერგიებში ხართ ეხლა, სადაც თქვენს და თქვენი ადამიანი, ვიზედაც თქვენ ფიქრობთ, თითქოს გრძნობთ, რომ ისიც იგივე, აი რაღაცნაირად დრამატულ
შეგრძნებებში უნდა იყოს. ანუ ორივე თქვენ გრძნობ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ისიც ესია, მე პარო გეუბნებათ. ორივე ადამიანი განიცდით შინაგან ტრანსფორმაციას. მაგრამ აქ სიყვარული და ემოციური სისავსები მიუხედავად აი ამ რაღაცა დამანგრეველი ემოციური შიდა მდგომარეობისა, აქ სიყვარული მაინც გაქვთ და მზად ხართ ამ ადამიანს გაუწოდოთ თქვენ, აი მიცეთ განახლების შანსი, ურთიერთობის განახლების შანსი. ეს კაციც მზად არის, მაგრამ რაღაცა ნგრევის ენერგიებში ხართ რა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაღაცა მოხდა. სიგნიფიკაცია მაჩვენეთ კიდე ამ ადამიანის აქ რა მოხდა. თითქოს აქ ერთ-ერთმა რაღაცა თქვენი ემოცია მიაწოდეთ მეორეს, მაგრამ რაღაცნაირად აი იცით როგორი გრძენით თავი, თითქოს დამნაშავეთ რომელიღაცა. ეს ახლა პირდაპირ გაგებთ არა აი ენერგეტიკულ დონეზე, თითქოს ადამიანს მიეცით თქვენი ემოცია, სიყვარული და თითქოს ამის გამო დაისაჯეთ, გამიგეთ? აქედან გამომდინარე აი ფიქრობთ, რომ ეს მესამე თვალის სიტუაციით რასაშინ რაღაცა ძალიან უსამართლობაა როგორც ასეთი რა. და ეხლა ხართ და აი ეს ამან გამოიწვია ეს რაღაცა შინაგანი დიდი მიწისძვრა, მოდი ასე ვთქვათ. და თითქოს ორივე გამოგიყვანათ რაღაცა კომფორტის ზონიდან. თქვენ თითქოს გახვედით, აი ამ წველ ენერგიებს გამოეცალეთ და ცდილობთ რომ რაღაცა თქვენი ახალი გზა იპოვოთ, დაიწყოთ, მაგრამ ის არის, რა ქვია, ბოლომდე არ გამოსულ ხართ იმ სიტუაციიდან. გულისხმობთ აქ. აქ ვიღაცას შეიძლება ყავთ მეგობრები, რომლებიც შეიძლება მეგობრობას გიცხადებენ, მაგრამ იცოდეთ, რომ არიან არაგულწრფელები და ასე ვთქვათ, დამაზიანებლები. ეს იცოდეთ. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში გადადიხართ? ჩემო სიხარულებო, აქ იცვლება სიტუაცია თითქოს აი ეს გულის ტკივილი, რომელსაც შიგნიდან ინახავდით, მალავდით და არ ამჟღავნებდით, აქ ვიღაცასთან გამოდის კომუნიკაციაზე ადამიანი, სამი აქ მინდა ის დავაზუსტო, რას გულისხმობთ აქ. თქვენ გული გტკიოდათ, აი აქ რაზეც ძალიან გტკიოდათ გული და ეს არის თქვენი თასების მეფე, იმიტომ რომ აქაც ეს მამაკაცია, თქვენ საყვარელ მამაკაცთან დაკავშირებით აქ შეიძლება კომუნიკაცია არ იყოს, ეს მამაკაცი გამოჩნდება, გამოვა კომუნიკაციაზე და აი ეს ენერგია შეცვლის თქვენს ხო, თქვენი დარდი შეიცვლება, ანუ ნახეთ როგორ სიტუაცია არის. თქვენ რასაც დარდობდით, მალავდით ამ დარდს, გულის ტკივილს თქვენ მამაკაცთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თასების მეფე სულ დახტუნაობს ახლა აქ ამ გაშლაში.
გამოჩნდება აუცილებლად ეს მამაკაცი აქ და შეიცვლება თქვენი ტკივილი რა, მოდი ასე ვთქვათ. თქვენი ტკივილი შეიცვლება საითკენ ბარემ ისეც ვკითხოთ. გამარჯობა. გაუგებარი სიტუაცია, სადაც გქონდათ ურთიერთობა შეჩერებული, არ იცოდით რა იყო, როგორ იყო, გულის ტკივილი იცვლება გამარჯვებით. ანუ აი ის რაც აქ გულს გტკენდათ და რაზეც ძალიან ნერვიულობდით და რაღაცნაირად ფიქრობდით, რომ ვაიმე როგორ შემრჩვა რაღაც ესეთი ის იყო, აი ეს მდგომარეობა, ეს მტკივნეული სიტუაცია იცვლება გამარჯვებით, თქვენი აი თითქოს აღიარებით, გამიგეთ და ამ ყველაფერს გამოიწვევს კომუნიკაციაზე გამოსვლა ადამიანის თქვენთან. რითი გაგახარებთ სამყარო მომავალი 1 კვირის მანძილზე. გულის ტკივილიდან გამოსვლით ჩემო ძვირფასებო. გულის ტკივილიდან გამოსვლით გაგახარებთ სამყარო. ადამიანთან, რომელთანაც ორდღიანი ურთიერთობა არ გაკავშირებთ, საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებთ და იმით გაგახარებთ კიდევ, რომ ორივე ერთმანეთის ერთგულები ხართ, გამიგეთ და აი თქვენ შორის არის რაღაცა სისუფთავე, რაღაცა სწავლების პროცესია. და თქვენ შორის შეიძლება იყოს მანძილი, მაგრამ ერთგულება მაინც იყო და ერთი მიზნისკენ მიდიოდით ორივე. საბუთობრივი დოკუმენტები და ასე შემდეგ. დოკუმენტებთან და საბუთებთან დაკავშირებული საკითხები როგორი იქნება, იცით, ჩემო კარგებო? აქ თუ იყო ლოდინის რეჟიმი ჩართული, აქ იცვლება სიტუაცია. აქ თქვენ იყავით რაღაცა მზადყოფნაში, რომ გემოქმედათ. თქვენ იყავით მზადყოფნაში, რომ გემოქმედათ, მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა აქ, რომ შეჩერდით, გამიგეთ? და ეს შეიძლება ეხება რაღაც საზღვარგარეთის თემას, ან საზღვარგარეთიდან რაღაცა ოფიციალურ საბუთობრივ საკითხს. ეს შეჩერებული მდგომარეობა მთავრდება და იწყება, ანუ ნახეთ როგორი რაღაცაა, ეს შეჩერებული მდგომარეობა მთავრდება, ის აი მოულოდნელი უარი შეიძლება მოულოდნელი გაჩერება, რაც მოხდა თქვენთან დოკუმენტებთან დაკავშირებით მთავრდება. და ეს არის, რა ქვია, მოდის ინფორმაცია დადებითი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც იყავით შეჩერებული. და აქ რჩევა ამოგვიღეს ის, რომ თქვენ ხო მზად იყავით, რომ გემოქმედათ და ზუსტად იცოდით, როგორ უნდა გემოქმედათ, მაგრამ აქ რაღაცა მოხდა და გაჩერდით. მზადყოფნაში იყავით, რომ ეს ინფორმაცია მოგივათ დადებით ფორმატში და თქვენ მზად იყავით, რომ დაიწყოთ მოქმედება, იმიტომ რომ უკვე სამყაროში სივრცე მომზადებულია იმისთვის, როგორც კი ინფორმაცია მოგივათ, რომ თქვენ მზადყოფნაში იმყოფებოდეთ, არ დაიბნეთ და დალაგებულად, სწორი მიმართულებით აიღოთ სტარტი, როგორც ასეთი, გამიგეთ? ეს არის შანსი, რომელიც სწორად უნდა გამოიყენოთ სამყარო გეუბნებათ. სამსახური. აქ ვიღაცას სამსახურის თემასთან დაკავშირებით უნდა და წასვლა. შეიძლება ვიღაცას უნდა და ახალ სამსახურში წასვლა, ძველის დატოვება,
და აი შეიძლება ღმერთს თხოვდით, რომ ღმერთო რაღაცა გზა გამომიჩინე, მომეცი შანსი. ან არსებულ სამსახურში სადაც იყავით. არსებულ სამსახურში სადაც იყავით. იქ შეიძლება ფიქრობდით, რომ რაღაც ახალი პოზიცია მეკუთვნის და ღმერთო, აი, ან პრობლემა იყო რაღაცა. და ფიქრობდით, რომ აი ამ პრობლემისგან გამანთავისუფლე რა, როგორ ახლა მე ესეთი რაღაცა როგორ უნდა შემთხვეო და რატო არ ჯერათ. და ისევ ისე როგორც ადრე ვიყავი, ისევ ისე ლაღად დამაბრუნე როგორც ეს სამსახურში. აქ როგორი რაღაცა იცი, აქ ახალი შანსი გეცდებათ სამსახურში. იმიტომ რომ თქვენ რაღაც გაქვთ გაკეთებული, თქვენი კვალი გაქვთ როგორც ასეთი დატოვებული ამ პოზიციაში, ან სარეკომენდაციო წერილს მოგცემენ, ვიც გჭირდებოდათ შეიძლება თქვენს ახალ გზაზე, თქვენ დამსახურებებზე ძველი სამსახურიდან. და აქ ამას მიიღებთ. აქ თუ იყავით, რომ აი რაღაცნაირად გაჩერებული სიტუაცია იყო, ძალიან ნელა მიდიოდა სამსახურში, შეიძლება საქმე, ფინანსები და ასე შემდეგ მწირი რაოდენობით იკლებდა და აი თითქოს ჩერდებოდა სიტუაცია, ხო? აქ თქვენ საქმეს მაინც აკეთებდით და აი ფიქრობდით, რომ ღმერთო, რა ვიცი, აი რა შემიძლია კიდე გავაკეთო. აქ იქნება ახალი შანსი. და აი როგორი რაღაც იცი, მე ხო სუფთად ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მე რამდენი დღე უნდა მეტკინოს გული, აი რაღა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, აქ გეუბნებით დიდი ნახტომი იქნება, სადაც გეხმარებათ მაღალი ძალები, ბედისწერა გეხმარებათ აქ და გაძლევთ რაღაცა ახალ შანსს. გამოსვლა ამ სტაგნაციური სიტუაციიდან. რაღაცა სიმძიმის დამთავრება, რომელსაც თითქოს აი თქვენ თვითონ არ ამთავრებდით, აქ უკვე გადადიხართ ქმედებაზე და ძალიან სწრაფ ქმედებაზე. აქ ძალიან მშვიდი კვირაგელით, ცოტა იქითაც გადადის სამსახურის თემასთან დაკავშირებით, სადღაც ალბათ 2 კვირის მანძილზე. გადადიხართ მშვიდ პოზიციაში, ბალანსირებულ პოზიციაში, სადაც მაქსიმალურად დაბალანსებული გექნებათ თქვენი, ასე ვთქვათ, სწორი და არასწორი მხარეები თქვენში და ზოგადად სამსახურეობრივ სიტუაციაში და დაიჭერთ ბალანს სწორსა და არასწორს შორის. და აქ თქვენი აი რაღაცა თითქოს სიხარულის ჩაკრა იხსნება და აი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იქნებით. აქ თუ იყო გაჩერებული სიტუაცია, თუ დაუშვათ არ იყო შემოდინება და ასე შემდეგ, აქ თქვენ ხართ შეიძლება მედიტაციებს აკეთებდით, შეიძლება რაღაცა სამყაროსთან გქონდათ კავშირი და თხოვდით სამყაროს, რომ რაღაცა აქ თხოვდით სამყაროს, აქ სამყარო შეისმენს თქვენს თხოვნას, ენერგიებს და გაძლევთ აქ ბედნიერების ემოციებს, ჩემო კარგებო. ახალი გზა სამსახურთან დაკავშირებით, ახალი შანსი, რომელსაც თხოვდით სამყაროს და გამოსვლა გაჩერებული სიტუაციიდან. ფინანსებში ვნახოთ რა გელოდებათ მომავალი 1 კვირის განმავლობაში. გაჩერებული მდგომარეობა ფინანსებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება რაღაცა თანხები გჭირდებოდათ იმისთვის, რომ მოლოდინი გქონდათ, ფინანსური მოლოდინები გქონდათ იმისთვის, რომ თქვენი რაღაცა პრობლემები გადაგეჭრათ და აქ კი ბატონო, მოგეცემათ საშუალება თქვენი ცოდნის, თქვენი
ასე ვთქვათ, ემოციური სისავსების წყალობით მოგეცემათ საშუალება, რომ აი თქვენი რაღაცა საქმე, როგორც ასეთი ფინანსებთან დაკავშირებით განახორციელოთ. აი ფინანსები რა საქმეშიც გჭირდებოდათ, ის საქმე განახორციელოთ. так, თქვენ გათვლები გქონდათ რაღაცა, შეიძლება სწორი გათვლები გქონდათ და მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდით ამ თქვენ ფინანსურ გათვლებს, მაგრამ იყო გაჩერება. აქ მიიღებთ თითქოს აი თქვენი გათვლების შესაბამისად, თქვენი სიზუსტის დაკვირვების კონცენტრაციის მიმართვით ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვენი ენერგიის მიმართვით ფინანსებთან სისწორით მიიღებთ კმაყოფილებას. აქ შეიძლება ბევრი ხარჯები გქონდათ და ცოტა არ იყოს სანერვიულოც გქონდათ და ცდილობდით გამოსავალი გეპოვათ. თქვენ თქვენ ყველაფერს აკეთებდით იმისთვის, რომ შეცვლილიყო ეს გამოუვალი სიტუაცია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მოქმედებდით და შეიცვლება აქ სიტუაცია, უკვე მიღების პოზიციაში გადადიხართ. კი, როგორი რაღაცაა, იცი? კი, აქ შეიძლება ძველი კლიენტები დაგიბრუნდე და ასე შემდეგ. როგორი რაღაცაა, იცი? ფინანსური არხი იდეალურად გაგეხსნებათ სადღაც კვირა-ნახევრის განმავლობაში. აი, ასე გეტყოდით. დაიწყება ამ კვირაში იგრძნობთ უკვე ფინანსურ მატებას, მაგრამ იქითკენ უკვე იგრძნობთ სიუხვეს და სისავსებეს. სასიყვარულო ურთიერთობაში რა გელოდებათ, ღმერთოჩი. სასიყვარულო ურთიერთობაში ჩემო ძვირფასებო, მოიცადე ახლა. სანამ სასიყვარულოზე გადავალ, კიდე გეტყვით იქ იმას, რომ აი სამსახურის თემაზე რა ნახეთ. აქ ვიღაცა ვინც აი რაღაც საკრალურ ცოდნას ფლობდა, მაგისთვის იცვლება სიტუაცია და მაგას იმდენი აქვს გაკეთებული ახალი შანსები, ახალი კლიენტები, ახალი გამოღვიძება, აი თითქოს რაღაცა თუ ისვენებდით, მოდი ასე ვთქვათ და შემოსავლებიც არ იყო, შესაბამისად გაჩერებულიყო, აქ იქნება თქვენი გამოღვიძება, გამოფხიზლება და ეს შეცვლის თქვენ სიტუაციას. სასიყვარულო ურთიერთობაში, აქ მამაკაცთან მის უმოქმედობასთან დაკავშირებით, თქვენ აი როგორ იყო იცი, ძალიან ბრაზდებოდით უკვე რა და იყავით მოლოდინში, ეს კაცი რატო არ მოქმედებს? აქ ვიღაცასთან გეტყვით, რომ მამაკაცი იმიტომ არ მოქმედებდა თქვენთან მიმართებაში, რომ მაგას ეს არის, რა ქვია, მამაკაცს აქ ფინანსური კრიზისი ჰქონდა, აქაც შეიძლება მაგის გამო მოხდა ის რაც მოხდა, მაგრამ ეგ ხა აქ იმპერატორად წარმოგვიდგა ეს ძვირფასი და მაგას 100 წელი არ გეტყოდათ. იმპერატორს კი საერთოდ ფინანსები იდეალურად აგეს ფინანსებია. არა, მამაკაცი, რომელიც თქვენთან მიმართებაში არის სერიოზული, ისიც ვიღაცისთვის იყო. მამაკაცი, რომელიც არის თქვენს მიმართ სერიოზული ენერგიით განწყობილი, მოდი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში, აქ იმპერატორი მაგას მეუბნება.
თქვენ ხართ ცივი ენერგიებით ამ კაცთან მიმართებაში და ეს აი თქვენი სიცივე, თქვენი უმოქმედობა, თქვენი გაყინული მდგომარეობა, აი თოვლის დედოფლობა ამ კაცს კლავს, როგორც ასეთი გამიგეთ. ეს ვერ მოქმედებს, იმიტომ რომ ეშინია. რისი ეშინია? თქვენი სიყვარულის. ვაიდა მაგას, იმიტომ არ დგავს ნაბიჯს, რომ ხო არავინ ყავს სხვა. გამიგეთ, ამასთან დაკავშირებით აქვს ბრძოლები საკუთარ თავთან. კარგი, რას გააკეთებ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? გოგოსთან, კი. რას გააკეთებს და შეცვლის სიტუაციას, აქ გამოჩნდება, აქაც მათ ჩვენ ეს კაცი კომუნიკაციაზე გამოვა, სხვათა შორის თქვენ რომ წარელოდებით ისე შეიძლება რაღაც ძალიან მსუბუქი კომუნიკაცია გამოიჩინოს ამ ადამიანმა, არა აი რაღაც ისეთი ოფიციალური და ასე შემდეგ, აი უფრო ისეთი, რომ არ შეგაშინოთ, თვითონაც არ შეეშინდეს რაღაც ესეთი. და თითქოს ამით შეამოწმებს თქვენთვის რამდენად ძვირფასია ეს ადამიანი კიდევ, ხო? არა, ყველა ვარიანტში. აქ ახალ ეტაპზე გადადიხართ, კიდევ ვამბობ, ეს ერთი კვირა, აი, უფრო საწყისების პერიოდია და კვირანახევრიდან უკვე თქვენს სიტუაციაში, პირად ურთიერთობაშიც, ფინანსებშიც, ძალიან უფრო მკაფიო ცვლილებები შემოდის, ჩემო კარგებო. ასეთი იყო მომავალი ერთი კვირის ტაროს პროგნოზი შენი სულიერი სივრცის არხზე თქვენთვის, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო. მე გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და მზეს თქვენ სულში. ის თუ თქვენი იყო გაშლა თუ არა, მე გავიგებ თქვენი ლაიქების მეშვეობით. თუ გეკუთვნოდათ გაშლა, დალაიქეთ ვიდეო ენერგო მიმოცვლის და ენერგო ბალანსის სახით სამყაროსა და ჩვენ შორის. ბედნიერი და წარმატებული დღე, ჩემო კარგებო.